საქართველოს და პრაქტიკულად რაღაცნაირად მოხუპვის პერიოდს განვიცდით ახლა ჩვენ ივანიშვილი სრული დიქტატურის გზით წავიდა გუშინდელი განცხადება თქვენთვის როგორც იურისტისთვის რისი მომასწავლებელი იყო რა შეაჯამა მას შემდეგ რაც პარტიების აკრძალვით შევიდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დე ფაქტო პარლამენტის გუშინ უკვე პერსონალებზე დაჭერილებზე ციხის უვადოდ გახანგრძლივების პერსპექტივა დავინახეთ და ვინც გარეთ არის იმათ ემუქრებიან რომ აი მაინც დაგიჭერთ და ამ ქვეყანაში ოპოზიციური აზრი დასრულდება იმიტომ რომ თქვენ ამბობდით იმ ფაქტებს და წერილებს წერდით დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენ გვასანქცირებენ. საერთო ჯამში აზრი ეს არის. ხო, ამ გუშინდელი განცხადების ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის შიშის დათესვის მცდელობა და რეპრესიების ახალ საფეხურზე აყვანა. რეალურად ეს ნიშნავდა, რომ პოლიტიკური საქმიანობა, ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა ახლა კვალიფიცირდება როგორც საბოტაჟი. აი ძალიან მარტივია ეს ხო ეს ოპოზიციური საქმიანობა კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით რუსეთის ინტერესებს ემსახურება ცხადია ამ რუსულმა პარტიამ თქვა რომ არის საბოტაჟი თუ ამას გავითვალისწინებთ რომ რუსეთის წინააღმდეგ საბოტაჟია მაშინ ცხადია 100-ია ნამდვილად კი მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი არ არის მაგრამ ფაქტია რომ რეჟიმი ამბობს რომ ამ შემთხვევაში მტერი სახელმწიფო არის ევროპა ამერიკა ხო ამაზე თითქოს თქვენსო ჩვენო არ გითქვამს ვინ არის მტერიო მაგრამ გაუგებარია ხო შენ თუ უცხო ძალის დახმარებით ან უცხო ძალის ხელშესაწყობად რაღაცას აკეთებ მაშინ ვიცოდოთ ვინ არის ეს უცხო ძალა ხო რა ვიცი მე არ მერიდება ვთქვა რომ ვიღაც კონკრეტული აქტორები მუშაობენ საქართველოში რუსეთის ინტერესების გასატარებლად ხო ამერიკამ რო დაასანქცირა ფარცხალაძე თქვენს რომ იმიტომ დავასანქცირეთ რომ რაღაც უცხო ძალას კი არ ემსახურებოდა რუსეთს ემსახურებოდა კონკრეტულად ხო და თქვენ ვინ არის ეს უცხო ძალა მაგრამ ჩვენ ახლა ძალიანაც ნუ იმას ვიზავთ მოდუნდებით ამ ხრივ იმიტომ რომ იტყვიან ხვალდაზე გიტყვიან ყველაფერი იმაზე მიუთითებს აი ეს პროპაგანდა ყოველდღიური პროპაგანდა ბრიუსელის წინააღმდეგ ჯერ ვითომ გვაპარებენ რომ ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია რომელზეც გავლენა აქვს ამ deep states და მე იტყვიან რომ ხო ღირებულებები არ ქონია ხო დღეს არ გვინდა იმ ევროკავშირში როგორიც ახლა არის ამასაც ამბობენ ეს არის რუსული ცინიზმის აი მართლა წვერვალი როდესაც ამათი ერთ-ერთი სპიკერია სახელის და გვარით ხსენება არ მინდა რომ სტუდია არ წავბილწო დღეს თქვა რომ იმისთვის ანუ იქით წაუყენა ბრიუსელს მოთხოვნები იმისთვის რომ თქვენო დაბრუნდეთო ევროპული ღირებულებების კალაპოტში თქვენ უნდა დაძლიოთო ეხლა მოусმინეთ თქვენ უნდა დაძლიოთო და გამოხვიდოთო პროპაგანდის მძევლობიდან თქვენგან მოდისო პროპაგანდაო და ეს უნდა მორჩესო ამას ეუნება ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების წარმომადგენელი ხა ეს არის აი ბოლშევიკური ცინიზმი აი კომუნისტური რეჟიმი რო არსებობდა იქ იყო ზუსტად ხო ანუ ყველაზე უფრო აგრესიული სახელმწიფო იყო დედამიწის ისტორიაში და ეს სახელმწიფო საკუთარ საერთაშორისო პიარს აგებდა მშვიდობაზე იძახდა რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა როგორც ამათ უნდა მშვიდობა და აი დასავლურ და იმპერიალისტურ სამყაროს ეს კაპიტალისტურ სამყაროს იმათ უნდა ომის გაჩაღება. რა რესურსი რჩება ამ ფონზე ოპოზიციას და თვითონ ხელისუფლებას მიიღოს პირდაპირიან ირიბი აღიარება. მოდით ორივე საკითხი განვიხილოთ, მაგრამ რას უგულისხმობ ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი და ირიბი აღიარების გამოტყუებაში დასავლეთის მხრიდან. ამ ქვეყანაში კრიზისი პერმანენტულად მინიმუმ 2018 წლიდან დგებოდა ივანიშვილს აქვს თავისი ნაცადი ხერხი აიყვანოს პოლიტიკური ტყვეები და მერე ივაჭროს დასავლეთთან არ მიიღოს სანქციები, მიიღოს აღიარება დასავლეთიდან ეკონტაქტოს თანაბარ საწყისებზე დასავლელ პარტნიორებს და ის ამ აღიარებას იღებდა. ხან ელჩები იყვნენ ჩარეული მაგალითად 8 მარტის შეთანხმებები გავიხსენოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მახსოვს ბილტმორში იყო მუდმივი შეხვედრები ელჩი ქელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი ჰარცელი იყო ჩართული ამ პროცესში. მოგვიანებით უკვე ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან ატოვებდნენ თავის სამუშაო კაბინეტს ბატონი დენიელსონი, ბატონი ევროკომისიის პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდიოდნენ რომ საქართველოში ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო მოლაპარაკების მაგიდაზე დაესვათ რომ საქართველოში ნორმალიზება მომხდარიყო პოლიტიკური პროცესების პარლამენტში შეეყვანათ ოპოზიცია, ბოიკოტი დაესრულებინათ და ასე შემდეგ. არის თუ არა ახლა
თქვენი აზრით ან აღქმით, ყოველ შემთხვევაში ჩემით ასე არის, ეს მორიგი კიდევ უფრო კუთხეში მიყენება საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა თავისუფალი სფეროს წარმომადგენლების, მწერლების, პოეტების, მომღერლების ფაქტიურად მთელი საზოგადოება არის ახლა მიყენებული კუთხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ იღებს აღიარებას ვერც შიგნით და ვერც გარეთ. და ხომ არ მოხდება ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების ჩამოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და ამჯერად თვისებრივად შეცვლილია ვითარება და ის რაც ნახეთ, ის დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობა, რომელიც ჩვენ ნახეთ დასავლელი დიპლომატების მხრიდან, იგივე რომ ამარტის შეთანხმების ფარგლებში თუ შემდგომ ეს უბრალოდ ვეღარ განმეორდება ეს. ამჯერად ივანიშვილის ძევლები აყავს უკვე განსხვავებული მიზნით. მოდი შევადაროთ ამ შემთხვევაში უკვე ლუკაშენკოს ტაქტიკას. ლუკაშენკოს 1000-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავდა, მე მგონი დაახლოებით 200 გაუშვა, ჯერჯერობით დანარჩენი ისევ ციხეში ყავს და რეალურად მან გამოივაჭრა აღიარება. რაც თავარია, მან გამოივაჭრა აღიარება და ერთგვარი ნორმალიზება. ივანიშვილს ზუსტად ეს უნდა სხვათა შორის მას უნდა რომ აღიარონ ისევე როგორც აღიარეს ლუკაშენკა? ანუ მას აღარ აქვს იმის პრეტენზია რომ ევროკავშირში მივდივართ ან დემოკრატია ვართ, მას უნდა უბრალოდ რომ მოხდეს მასთან ნორმალიზება როგორც დე ფაქტო მმართველთან, ხო? და იძახის რომ ჩემზე უარესებიც არიან, ხო? უარესი დიქტატორები არიან, უარესი კაცჭამიები არიან, უარესი მოღალატე შეეჭვმეპარება, მაგრამ იმათან ხო ხვდებით ხო შუა აზიაში საკმაოდ ზოგიერთ არადემოკრატიულ ლუკაშენკოს შემთხვევაში ხო? მე რაღაცნაირად ის განცდა აქვს რომ მას უსამართლოდ ექცევიან, იმიტომ რომ მასზე სად დავიდა ჩვენი სტანდარტი. ნახეთ, ჩვენზე უარესი ხო არის, ჩემზე უარესი ხო არის ის იძახის და მე რატო არ ველაპარაკებით, ხო? მაგრამ ნუ ესეც ინდიკატორია, ესე იგი. მართლა ხო არის, ახლა ტრამპის კაბინეტში შუა აზიის მთელმა ლიდერშიპმა მოიყარა თავი. ყაზახეთი, ყირგიზეთი, რა ვიცი, მზეს უწოდებდნენ ამ კაცს და მსოფლიო პრეზიდენტი დაარქვეს და ტრამპმა მიიღო ეს ქათინაურები. კი. და ამ შემთხვევაში ეს თვითონ ოცნებაზე მეტყოლებს იმდენად ბანძები არიან, რომ აი ამ ვითარებაშიც კი რომელიც პრინციპში მოცემულობა მათთვის საკმაოდ კარგი იყო და ამასაც ელოდნენ, მაგრამ აი ამ მოცემულობაშიც კი არც წერილებს წერენ, არც ტელეფონის ზარებს პასუხობენ, არც აქეთ ურეკავენ და რაღაც სამარცხვინო კომიკურ ვითარებაში არის. მე მაგალითად ჩემი ლექტორები ასე მეკცეოდნენ, თუ შემატყობდნენ რომ ზარმაცობდი, უფრო დაბალ ნიშანს მიწერდნენ, ვიდრე სხვა ჩემზე ცუდ სტუდენტს, რომელიც პერმანენტულად ბოლოს როდეს იყო კარგი სტუდენტი აღარ მახსოვს ალბათ. აბა რატომ არ ხდება ივანიშვილის აღიარება ისეთის როგორც არის, როცა მასზე უარესები მართლა არსებობენ რეგიონში. ანუ ივანიშვილს რა უნდა? ალიევს ნატო სტანდარტებით ჯარის გადაიარაღებაზე ესაუბრებიან, ფაშინიანს ვიზა ლიბერალიზაციაზე სამოქმედო გეგმას უგზავნიან, რა ხდება საქართველოსთან ასეთი განსაკუთრებული? თავარის თქმა დამავიწყდეს ნამდვილეში. არა, თავარში იმას გულისხმობ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რა უნდა ივანიშვილს, მაგრამ ჩვენ ფონად უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილი დამოუკიდებლად არ არსებობს. ეს არის რუსეთი. ლუკაშენკო არსებობს დამოუკიდებლად, ცენტრალური აზიის ლიდერები არსებობენ დამოუკიდებლად, ორბანი არსებობს დამოუკიდებლად. გულისხმობ იმას, რომ ესენი არიან ტიპები, ფიგურები. თუმცა მაგათ ყველას მაინც რუსული კუდი უჩანს. კუდი ყველას უჩანს, მაგრამ გულისხმობ, რომ ისინი არიან დამოუკიდებელი ფიგურები, რომლებთაც აქვთ იმისი უნარი, ნება, დამოუკიდებლობა, ლავირების საშუალება, რომ დასავლეთმა მათთან ილაპარაკოს. პირობითად ორბანმა დღეს გამოაცხადა და მისმა ნავთობ კომპანიებმა, რომ კი ბატონო, არ არის პრობლემა, ისინი შეწყვეტენ რუსეთთან ნავთობის. ორბანმა არა, მაგრამ მისმა მთავარმა უნგრულმა ნავთობ კომპანიამ გამოაცხადა ამის შესახებ. მაგრამ შეხვედრა აწევნდა შეხვედრა ტრამპსა და ორბანში. კი. იმას ვამბობ, რომ ორბანთან აქვს აზრი ლაპარაკს, ვინაიდან ორბანს აქვს არჩევანი, ის არის ლიდერი, რომელიც თვითონ წყვეტს რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ივანიშვილი არ არის ესეთი ლიდერი. ივანიშვილი არის პირდაპირ რუსული ვერტიკალის ნაწილი. მას აქვს ხოდის დამოუკიდებლობა, რაც აი ძალიან კონკრეტულ პატარა თემებს ეხება, რა ხეები თუ გინდა ჩამოიტანე, შენი პირადი რაღაც ხელქვეითები თუ გინდა დასაჯე, რაც რუსებს არ ეხებათ, ხო? შესაბამისად ივანიშვილთან ურთიერთობას ეხა იმდენადვე აქვს აზრი, რამდენადაც მანამდე ქონდა ღარიბაშვილს რო ხვდები, იცი რომ ვიღაცის ბიჭის თუ კაცის კაცია, ხო? ეს ერთი მიზეზია. მეორე ახლა უკვე ღარიბაშვილი ბატონო ღარიბაშვილს ვეღარ შეხვდები ყობახიძეს ახლა. ხო, ადრე იყო ხო, ეხლა. კი ბატონო და ეხლა ამ ყველაფერსთან ის ერთვის, რომ ამერიკაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ეს უბრალოდ ავტორიტარი კი არ არის და უბრალოდ ძალიან უცნაური ადამიანი კი არ არის, რბილად რო ვთქვათ. ეს არის ჩამოყალიბებულად ანტიამერიკანი. ამერიკის ტერია.
ანუ ეს რას ეუნება რომ მოდი ახლა დალაგდი იმასთან ვინც გზნებარეთ გებძვის შენ რუსებთან ერთად რუსული ზურგით ხო მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის რაც თქვი ხო კონგრესმენების წერილი აი მე რა მინდა ცოტა რო დავიხიო ხო ეს არ არის უბრალოდ წარსულზე წუწუნი მაგრამ ჩვენ ვამბობდით იგივე პოლიტიკოსები რომლებიც კელი დეგნას ხვდებოდნენ დანიელსონს ხვდებოდნენ ამბობდნენ რომ დაუშვათ შევედიან პარლამენტში ხო დავკარგე ამორჩეველი საკუთარმა ამორჩეველმა მლანძღა იმიტომ რომ რაღაც დავთმე და სანაცვლოდ არაფერი არ მივიღე და თქვენ რას გვთავაზობთ და საუბარი იყო რომ არა ოცნება სიტყვას არ დაარღვევს და ცხადია ოცნება მანახოდ დაარღვია სიტყვა არამედ სამაგალითოდ ათრია თითოეული მათგანი კელი დეგნანიც კარჰარცელიც დანიელსონიც და სხვაები და შარლ მიშელის კარიერა პრაქტიკულად ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მას შემდეგ რაც რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე დღეში დახია ის შეთანხმება ეს არის უბრალოდ აი მე ვთქვი დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობა ამაში გულისხმობ იმას რომ არ იცი ვისთან გაქვს საქმე ეს არის ჩვეულებრივი საშინაო დავალება როცა ვიღაცასთან საქმე სიჭერ უნდა იცოდე ეს ვინ არის რაზეა ამ გაკვეთილზე ისწავლა ევროპამ ანუ ევროპამ კონკრეტულ ადამიანებს არ უსწავლიათ და ამან მოგვიყვანა დღემდე გულისხმობ იმას რომ ხა ტერორისტთან მინდა შევახსენო პაპუაშვილმა თქვა სხვადასხვა რომ ტერორისტი პოლიტიკური შეფასებაა და ყოველთვის გამოვიყენოთ ეს რომ ქურდიც ტერორისტიც და ასე შემდეგ პოლიტიკური შეფასებებია ამას ამბობს თვითონ და მისი ციტირება მოვახდინოთ ხო ტერორისტთან როცა იწყებ მოლაპარაკებას ეს ტერორისტი ანუ ქართულ ოცნებას გულისხმობთ ზოგადად ხო ეს ტერორისტი თავისას მაინც გაიტანს და არანაირად არ ნიშნავს იმას რომ შენ მას შეცვლი ხო ხა ივანიშვილს რო უყურებთ მან ყველა გამოიყენა და რა მომენტში აღარ დაჭირდა ვისაც აი შავი საქმე გააკეთებინა გადააგდო ჩაანაცვლა სხვა პირთა წრით და ის წინათაობა ასე თქვა დახვრიტა პოლიტიკურად პირდაპირ ბოლშევიკური პლეიბუქიდან არის ეს ქმედება პირდაპირ ხო ანუ პირველი თაობის ბოლშევიკებს გააკეთებინეს ბინძურის საქმე და მეორე მეორე თაობისანი მოვიდა რომელიც ისინი დახვრიტეს მეორე კიდე ახალი ბოლშევიკები რომელიც ესენი დახვრიტეს და საბოლოო ჯამში სრული ნულოვანი ფიგურები რჩებიან ხო იმიტომ პირველი თაობის ბოლშევიკებს რაღაც ამბიცია ჰქონდათ ზოგი გადასახლებაში იყო ნამყოფი ზოგს ბანკი ჰქონდა გაძარცვული ზოგს რაღაც თეორიული ნაშრომები ჰქონდა და ბოლოს მოვიდნენ უბრალოდ აი არარაობა შემსრულებლები ტყავის ჯუბებიანი მაუზერებიანი რომლებიც ყველა დავალებას ასრულებდნენ და მანდ ვართ უკვე ერთადერთი განსხვავება დღევანდელობასა და 30-იან წლებს შორის არის ის რომ დახვრეტა და გადასახლება არ არის კანონში როგორც სანქცია ძალიან აქტიურად განიხილავდნენ მაგ საკითხსაც მალე დახვრეტის მუხლსაც აღადგენენ ამ ქვეყანაში რუსეთში მიდის ამაზე სხვათა შორის ასევე საუბარი ხო რუსეთში დახვრეტის გარეშეც კლავენ პოლიტიკურ ოპონენტებს და ჩვენ ბევრი არ გვიკლია ვინაიდან ჩვენთან ბოლო 13 წლის განმავლობაში არაერთი შეკვეთილი მკვლელობა არის მომხდარი და არც ერთი მათგანი არ არის გამოძიებული. აი ეს გუშინდელი გადაწყვეტილება, მაინც უკვე დაჭერილების ხელახლა დაჭერა, მათი პატიმრობის გახანგრძლივება და ასე შემდეგ, ეს უფრო შიდა პოლიტიკური აქტორების გადასაწყვეტია თუ აქ საერთაშორისო მაღალი რანგის პოლიტიკოსების ჩარევა გარდაუვალი იქნება. ისევ იმ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ხომ არ შეიტყუებს ქართული ოცნება მოლაპარაკებათა მაგიდაზე ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს. ცხადია, ხა ამ ადამიანების გამოსახსნელად არავინ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა და ევროპელები და ამერიკელები, ანუ ქართული ხალხის მეგობრები, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძევლები დაიხსნან ტერორისტებისგან. თუმცა რა რისი დათმობა მოხდება და რის ფასად მოხდება ეს იქნება მთავარი, მე არ მინდა ამ თემაზე სპეკულაცია. ანუ ტყვეთა ბაზარს გააგრძელებს ივანიშვილი და მის მიზანი რა თქმა უნდა, აქამდე გაამართლა ამან მისთვის და არა აქვს წინაპირობა იფიქროს, რომ ეს ასე არ მოხდება და თუ არ ელაპარაკებიან, ის პირიქით უფრო მეტმძევალს იყვანს, მეტსაფუჭებს იმისთვის, რომ მე მგონი ლევან დეჟაშვილმა თქვა ჩემამდე თქვენთან, რომ მთელი ქვეყანა ყავს ძველთაყვანილი, არა მხოლოდ ეს პოლიტიკოსები. მე რა ვიცი, მინდა თითქოს აზრი არა აქვს, მაგრამ იმ ადამიანებსაც მინდა მიმართო, რომლებიც ახლა არ ვიცი რაღაცის გამო ზოგი ქოცებს ემსახურებით, ზოგი ჩუმად ხართ, ზოგი ვის გამო, ზოგი რის გამო, მაგრამ თქვენ ვერ გძნოთ პასუხისგებლობას იმის გამო, რომ აი თქვენი მეგობრები თქვენი ნაცნობები, თქვენი მეზობლები დღეს ციხეში სხედან. არაფრის გამო, თქვენ ხო იცით, არაფრის გამოა ეს. მართლა არაფრის გამო, ზურა ჯაფარიძე ჩასვეს რაღაც მოგონილ კომისიაზე არ მისვლის გამო. და ეხა უნძიმებენ 7-დან 15 წლამდე მუხლით. ანუ სიგიჟე კი არ არის. ამაზე ვერ გძნოთ პასუხისგებლობას, არაფერი არ გაწუხებთ.
თუ სანამ თქვენთან არ მოვიდნენ და სამსახურიდან არ გაგაგდებენ და თქვენც არ მოგადგებიან ოქროს ზოდების საძებნად, მანამდე არ შეწუხდებით. მაგრამ ეს უკვე გვიანი იქნება. მე მინდა რომ აი ამ ადამიანებს არც სახელებს და გვარებს ვიტყვი, მაგრამ ხო იციან, ხო უყურებენ. რა ვიცი, ესეთი მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ყოფილი თანამშრომლები, ბევრი ყავს, ხო და აი ამათი სიჩუმე არ იხსნება რა და აი ეხლა რა არ ვიცი რა სიტყვა ვთქვა რო მათ სულს მივწვდე ხო იმიტომ აი რო გნახონ შეიძლება მოგესალმონ შეიძლება თქვან აბა რა დღეში ვართ ამის დედავატი რა იმიტომ ვართ ამ დღეში რომ შენ ხო ანუ იმიტომ ვართ ამ დღეში რომ შენ ხარ მან სადაც ხარ და შენ დუმ ხარ იმის მაგივრად რომ თქვა რომ რას ჩადით ხალხო რას ჩადით ასეთი რამ ჩვენ არასდროს არ გვინახავს ამ ქვეყანას ასეთი რამ არასდროს არ უნახავს დამოუკიდებლობის განმავლობაში ეხლა რაც ხდება ანუ ყველაფრის მიღმა უკვე ყველაფერი ბიზნესმენები ციხეში, პოლიტიკოსები ციხეში, პარტიები აღრძალული, ინსტიტუტები მიტაცებული, ხელისუფლება, de facto ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად ლანძღავს დასავლეთს, ხელისუფლება de facto, რომელსაც ყოველდღიურად აქებს რუსეთი მტერი. აი ეს როგორ წარმოვიდგენთ ამაში თქვენ როლს ვერ ხედავთ და როგორ წარმოვიდგენთ ამას ოდესმე კარგით თქვენ მიმართავთ იმ ადამიანებს რომლებმაც ამ 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ეს რუსული სახე ვერ დაინახა არა მე მიმართავ მათ ვინც დღეს არიან დღეს 13 წელი აღარ მინდავს აი დღეს ხო უკვე აღარ არსებობს არანაირი ილუზია ხო 2012-ში და 16-ში და 20-ში კი არა 2024-ში ხო აი 25-ში დღეს როდესაც ამ ადამიანებს ოპოზიციას რა დარჩა ასუხი რა უნდა იყოს ოპოზიციის. მოდი ასე ვთქვათ, ეხლა მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფორმალურად ოპოზიციის სტატუსით ასპარეზობს, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის პირობებში. ეს აღარ არის პარტიული ბრძოლა. ვეღარც იქნება რომ გვინდოდეს ხო აგრძალეს პრაქტიკულად, de facto აგრძალეს ყველა. სასიცოცხლო და სასუნთქი სივრცე აუგრძალეს ყველას. ეს არის საზოგადოებრივი ბრძოლა, ეროვნული ბრძოლა და აქ ხა პარტიულ დაყოფაზე ლაპარაკი ან უტვინობაა და ან უსინდისობა. ძალიან დიდი მადლობა. მოდით ამ ნოტაზე უნდა დავასრულოთ. იმედია გამგები გაიგებს, ვისაც რა უთხარით ახლა ოპოზიციური მხარე იქნება თუ ქართული ოცნების ჯერ კიდევ გულშემატკივარი და მის წიაღში მყოფი, რომელიც სარგებელს იღებს როგორც მინიმუმ ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან. მადლობა ზაზა ბიბილაშვილს, მადლობა ჩვენს მაყურებელსაც. ახლა მე გაგემშვიდობებით და შევხვდებით ერთმანეთს კვირას საღამოს 9 საათზე გადაცემაში. მთელი კვირა იქაც ამ თემას გავშლით ბუნებრივია ძალიან საინტერესო რაკურსით. კარგად ჩავდეთ.